ჩვენ ვიმყოფებით ახმეტის მუნიციპალიტეტში. გვინდა მივიდეთ რამოდენიმე სოფელში, რომელიც 2014 წელს ჩატარდა მოსახლეობის აღრიცხვა და სოფელში დაფიქსირებული იყო იმ დროინდელი პერიოდისთვის 6 კაცი. დენი არის რამე? დენი დაგვიყენეს და კაფუჭი და განცხადება დავწერე. დენი დაგვიყენეს მზის კაფუჭი და განცხადება დაწერე მქონდა რავი აღარავინ მოვიდა და მე რაღაცა შექმნა ისიც დატეხა, ქარმა დატეხა და მე არავინ არაფერს არ აკეთებს. არ აკეთებ. ამოვედით მეგობრებო, ეხლა ჩვენ სოფელ ბუღანში, რომელიც არის ახმეტიდან დაახლოებით 12 კილომეტრში. აქამდე ამოსასვლელი გზა როგორია დროდადრო გაჩვენებთ ხოლმე ვიდეოში. რამოდენიმე სახლი არის აქ, ეგერ ერთ სახლს მივადექი, პატარა ძაღლი არის, ძაღლი რა ხანყავთ, ესე იგი ადამიანიც უნდა ცხოვრობდეს, ხო აქ და მინდა ვინმე შემხვდეს და გამოველაპარაკო, აზრი გავიგო აქაური მაცხოვრებლის როგორ ცხოვრობენ და რა პირობებში ცხოვრობენ. სოფელი ეკუთვნის მაღალმთიან რეგიონს, ეგერ ერთი ადამიანი გამოვიდა, ახლა მოდით მივიდეთ და გამოვისაუბრები. კაი გამარჯობა თქვენი. გამარჯვებათ. როგორ ბრძანდებით? თქვენი ყავით კარგად ახალგაზრდა. არა, რატო თქვენც კარგად უნდა იყოთ? ხუცებს რაღა ამბავის კითხვა უნდა. ეგზის შემაზე კიდე აბა რო ეხლა რო ყველაფერი რო სიმართლე ვთქვა 18 წელია რაც ეს გზა კეთდება. 10,000 არის დაშვებული სოფელზე. 180,000 ხო გამოდის. და აბა ეგ გზა იყო ეხლა რომ მოხელი. არ იყო გზა. აი ჩვენი მანქანა ძლივს ამოვედით. ხო, და აბა ეგ გზა არის. იყო აქ ჩვენი გამგებელი შახვეტილელი არის ლაშა უძილაური და იყო აქ და იმან მითხრა რომ აი ეგრე იყო გზა ადრევე. იქ თოვლში, სველში, წვიმაში ლუბოი დროს ამოდიოდა მანქანები. მერე ეს გზა გახსნეს და ის გზა კიდე აღარავის აღარ აღჭირდებოდა. ეხლა იყო ლაშა ამზაფხულა გამოსული და გითხრა რომ აი მაგ გზას გავაკეთებთო. ეხლა ეს გზა რომ მოხრეშონ. წყალი და ღვარი და ისა სუდაბლა ჩაიტანს მოხრეს. ნამდვილად წვიმის ხო და დროს. იქ კიდე ისეთი ადგილია რომ წყალი ვერაფერს ვერ უსავს. აბა რა ვიცი მოვლენ გააკეთებენ არ გააკეთებენ. თი სტატუსზე ვართ 540 გვაქვს ლარი. ლაშა ყურადღებას გვაქცევს შახვეტილას ვეკუთვნით. ო ყურადღებას გვაქცევს რაც შეიძლება. ო და სხვა დანარჩენი რა მოგახსენოთ. 33 კომბლი იყო იმ ჩემ სოფელში, მე ვინც მახსოვს ჩემ დროს 33 კომბლი. ეხლა აგე იქით არის ერთი სახლი კიდე ამ ზამთარ აღარ უცხოვრია იმას. ფაქტიურად სამნიღა ვართ სოფელში. აი აქ მოძრაობს ერთი კაცი, აი დროხებს წემს ავთ. ო ცოლი ძმა ჩემია. აი ხა ჩვენ მეგობრებო ჩამოვიდით ზემო ახკალაფიდან მოვიდით ქვემო ახკალაფაში. უამრავი სახლია აქა. ეს სოფელი მე მგონი ბევრად დიდი იყო ვიდრე ზემო ახკალაფა, იმიტომ რომ ბევრად მეტი სახლებია და ეს სახლებიც ყველა დანგრეულია. მოდით ახლა ერთად ვნახოთ ეს. აი ამ გზით ჩამოვიდით ჩვენ, შემოვიდით ამ სოფელში, ქვემო ახკალაფაში. ნახეთ რა მხელა სახლები იყო აქ. ძალიან მაგარი ადგილია, თავის დროზე ესეც ისევე როგორც ზემო ახკალაფა ალბათ განვითარებული სოფელი იყო. ნახეთ რა მხელა სახლები იყო. ამ სახლებს თავის დროზე სახურავები ჰქონდა, კარებები, ფანჯრები, მაგრამ 90-იან წლებში ეს ყველაფერი განადგურდა და გაპარტახდა. დღესდღეობით აი ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ეს ადგილები ასე არის უპატრონოთ. ამხელა ხეხილის ხეებია. ცხალი, ვაშლი, კაკალი, რამხელა კაკლის ხეებია. ინტერნეტში არანაირი ინფორმაცია ამ სოფლებზე არ არის. გამოვიდით ახლა ჩვენ სოფელი ქვემო ახკალაფიდან და გვინდა წავიდეთ და ვნახოთ წყნარი აბანო. ეს არის სოფელ წყნარ აბანოს შემოსასვლელი. შემოსასვლელში იყო ეკლესია, რომელიც ამჟამად არის დაშლილი. ზემო ახკალაფიდან აქამდე დაახლოებით 6 კილომეტრია. აქ სხვათა შორის
გადახურული სახლი, არ ვიცი ვინმე ცხოვრობს თუ არა. ეს არის ერთ-ერთი მიტოვებული სახლი, იმიტომ რომ სახურავი გაბჭებულია. ესეც ერთ-ერთი სახლის კედელია დარჩენილი. წყარო წყალია. 1139 წელს არის აშენებული აი ეს წყაროს წყალი. მოგესალმებით ჩვენ შიდა ქართლიდან, ხაშურის რაიონიდან. გვინდა ხაშურის რაიონში დავათვალიეროთ რამოდენიმე მაღალმთიან რეგიონში არსებული სოფელი. სხვათა შორის ორი სოფლის ნახვა გვინდოდა და ამ გზად ამ ორ სოფლისაკენ შეხვდა ერთი სოფელი, რომელიც საერთოდ არა რუკაზე აღნიშნული. პატარა ტრაფარეტით იყო მინიშნებული სოფლისკენ გადასახვევი და გადმოუხვიეთ ამ სოფელში. ინტერნეტში ვნახე ინფორმაცია, ის არის სოფელი სარტყელა, რომელშიც 1886 წელს ჩატარდა პირველი აღწერა მოსახლეობის და შედეგად დაფიქსირებული იყო 72 ადამიანი იმ პერიოდში. 2014 წელს აქ მხოლოდ ერთი ადამიანი იყო დარჩენილი. ისეთი გზა არის, გზა არ არის კარგი, ძალიან ტალახიანი გზა არის, მით უმეტეს თუ წვიმიანი ამინდი იქნება და თოვლიანი, აქ ადამიანი ჩვეულებრივად ვერ ამოვა, ცოტა გაუჭირდება. ესეც ნახეთ როგორი ძველი სახლია. აი Google Maps-ში რომ ნახეთ 2014-ში ერთი კაცი ცხოვრობდა. აი რობა ერქვა იმ კაცს, აი წერია, აი. ხსოვნას მარტოკაც, რომელმაც 2 ათეული წელი აცოცხლა სოფელი სარტყელაო. 2021 წლამდე სოფელი სარტყელაში. მე გარდაიცვალა. ეს რაღაცას განახებ, აი უყურე. ბოძზე. მოახლოვე რა წერია? აი ბოძზე. თუ არ ხარ ნაგავი, არ დაყარო ნაგავი. 100%-იანი რა, ბიჭო, ეგეთი ცოტა ახლოდან მინდა. გადავიღო ერთი შევიხედო შიგნით ამ ერთ-ერთ სახლში. აუ ძალიან მაგარი ხის სახლი იყო შიგნითაც. ოი, 2 სავარძელია. პატარა კოხტა ხის სახლი. აუ ნეტა ვიღაცა დამხვდეს ამ სოფელში, როგორ მაინტერესებს. ესეც უძველესი ის არის, სახლი ძალიან ძველია, ეტყობა. და კაი ხანია აქ არავინ არ ცხოვრობს. თებში უყენია ადამიანს, დაკეტილი არავინ არ არის. არც აქ არავინ არ არის. სოფელ ღართაში ვართ, ეხა მეგობრებო. ოსები ცხოვრობდნენ 1990 წლამდე და მე მას შემდეგ ამ სოფელში ეხა შევიდეთ სოფელში და დავათვალიეროთ რა ხდება, ვინ ცხოვრობს, ვინ არის დარჩენილი და რა პირობებში ცხოვრობენ. ვიმყოფებით მეგობრებო სოფელ ღართაში და ასეთი სახლის შემხვდა, რომელიც ძალიან გავს ჩემი მამა პაპისეულ, მამა ბაბუისეულ სახლს სოფელ ბზვანში, იმერეთში, აი ზუსტად ასეთ სახლში ცხოვრობდნენ. ფეჩი უნდა დაანთოს ადამიანმა, ისეთი ამინდია, მაგრამ ეხა ვერც ერთი სახლიდან მე ვერ ვხედავ ბოლი რო ამოდიოდეს. ეს იმის ნიშანია, რომ სავარაუდოდ არავინ არ უნდა იყოს. აი ესეც კარგად გაკეთებული საბა ახლოს მივიდე. იქნებ ვინმე არის. მაინტერესებს. ადგილობრივისგან გავიგო სოფლის ისტორია. აქეთ მესმის ხმა ვიღაცა შეშას ჩეხავს. აჰა, ქალბატონი არის. გამარჯობათ. მე თვითონ ოსი ვარ და მეუღლე ქართველი ვყავთ. არანაირი პრობლემა არ აქვს, ისე ვაგრძელებთ ცხოვრებასა, ოსებთანაც და ქართველებთანაც. არანაირი პრობლემა არ აქვს. ძალიან კარგი, მაგასაც. ჭირია, ხინი ერთად მივდივართ და მოვდივართ. აი ახლა მაგალითად ეს სახლის პატრონი თბილისელი ქალბატონი ბრძანდება. ესენი ხაშურში არიან, მშობლები დაეხოცათ გათხოვდნენ და არ მოდიან. იქითაც ეგრე, ზოგი გორში ცხოვრობს, ზოგი თბილისში ცხოვრობს, ზოგი რუსთავში და ზაფხულობით მოდიან რა. და ძირითადად 7 ოჯახი ვართ. ზამთარში 5-4 ოჯახი ვრჩებით. საქონელი ვისაც აქვს ვრჩებით. დასაგებია. ჩემთვის მაგალითად ის არავის არ უთქვია რომ აი შენოსი ხარ და ასე. პირიქით ჩვეულებრივად ყველა პატივსაცემ და მეუღლე ახალი დაღუპული მყავს დღესდღეობითაც ისე ჩვეულებრივად დედამთილია მულია მივდივარ და მოვდივარ ჩვეულებრივად განმაგრძობ იმას
ცხოვრებას. არ ვიცი. ზოგს აქვს პრობლემა და ზოგს არა, რა ვქნათ ახლა. ჩვენ მიმყოფებით ბორჯომის რაიონში, კერძოდ დღეს გვინდა მოვინახულოთ გუჯარეთის ხეობა, რომელიც შედგებოდა 9 სოფლისაგან, სადაც მე-18 საუკუნიდან 1992 წლამდე ცხოვრობდნენ ძირითადად ოსები, ქართველებთან ერთად. ახლა ვიმყოფებით ტიმოთეს უბანში და კლდეზე ვნახეთ ასეთი გამოქვაბულებია ამოშენებული. აქ როგორ უნდა ავიდეს ადამიანი? ეხლა ვართ სოფელ გვერდის უბანში. აგერ იქითაც სუ სახლებია და სუ დანგრეული სახლებია, იქითაც რამხელა სახლებია. ამ გაყოლებაზე სუ სახლებია, აი ზევიდან იწყება. ზევითაც არის სახლები. ჩამორგეულია. ეს არის ყოფილი სოფელი ოდეთი, ყოფილი არა, ეხლაც ოდეთი ქვია. და ოდეთის სახლები. ახლა პირდაპირ უყურებ ბაკურიანის კოხტაგორას ანტენას საბაგიროს სათავეში. მე აქეთ მთები გრძელდება და ამ გორის გადაღმა არის დაბაწყურის ტბა. აი ჩამოებული გორა რა, იქ არის. აი უნაგირივით როა. და ცოტა უფრო იქეთ თუ გაცდები კიდე იმას იქეთ წალკა აი არის. იქ არის გუჯარეთი აქ სადაც. ამ გორის იქეთ არის გუჯარეთი, აგერ ახლოს გორა რო არის, ამის იქეთ გუჯარეთი. ხო, ძალიან მაგარი ლამაზი ადგილები. აქ ცხოვრობს ვიღაცა აშკარად ქათმები ყავს და ბოლიც ამოდის ფეჩი უკას კოჭებიც ყავს. ეხლა ვიმყოფებით სოფელ გუჯარეთში. ეს არის პატარა ეკლესიის ნარჩენები, რაც არის დარჩენილი. და სოფელი გუჯარეთის შემდეგ არის კიდე ერთი სოფელი, წითელი სოფელი. გუჯარეთის ხეობის ბოლო სოფელი არის და მოვედით კასპის ერთ-ერთ მიტოვებულ სოფელში, ცხავერში. და რამდენიმე სოფლის ადგილობრივ მოსახლეს გავისაუბრე და მათი აზრი მინდა რომ მოგასმენინოთ თქვენ. სოფელ ცხავერში ჩამოვედით, ახლა ჩვენ ამოვედით უფრო სწორად. აი მაინტერესებს ახლა ამ სახლში თუ არის ნიშანკვალი იმისა რომ ადამიანი ცხოვრობს. აი მზევის სახლში არავინ არ არის. არც იქით დანგრეულია. აი რა ლამაზ ადგილას არის სოფელი. საბალახოებია თაზე. ზომეტი სახლები წავიდა გამსახურდი ძროშა გააგდო ოსები შევანაძიმ ფული შეჭამა გამსახურდი ამა 80 წელს ახტები აქ დაბადებული აქ გაზრდილი აქ ამუშავდი მე 20 წელი მეტყევთი მუშაობ რა გვარის კაცი ბრძანდებით? ქაკუსაშვილი ქაკუსაშვილი ყველი საყიდელი არაბა კაკების არ აყიდო ლობიოს არ აყიდო წვადიდაც ერთი ძალით მოუყავს ხულს არ აყიდულობს იმას რა ითქვა
ორსამკლავ ორი მურვაკი ყავს ესაიმშლები არის. ხუთ წალების არის ქვეყანა. არა, სოფელში აღარ გავდება, აღარ ჩერდება. მიდიან საზღვარ გარეთ გუზავნიან ფურსა და მიდი და ხუთ 80 შკოლის ხორობდა ისე იყვნენ დაძმურათა ერთი ლუკმარი ქონდა ესაც ჩამდენ ეხლა 4 ადამიანი 5 ადამიანი აღარ ხოლმე ზამთარში იქარი ეხლა თვითონ მოადასასრულდა და არამე აი ნაკვეთი ეს სოფელი იყო ცხირეთი ნიაბისობით აკეთული გექნება აი კარგად არის აღნიშნული ეს არის ცხირეთი ეს საერთოდ ეს ტერიტორია აი რასაც ცხირდა მე ციხე არის აგ იქიდან აი ციხეშიც გვინდა მივიდეთ ცხირეთის ციხე გვაინტერესებს მაგასაც იქიდან ჩანს იქიდან უნდა წაფიდეთ აქედან რაც არის ჩასასვლელი მაგრამ ვინ გასწავლიან გეტყვიან აი ამ სახში ცხოვრობდნენ კაი უმაღლესი პიროვნები დაადნენ ავტომატებით მაიცა მალაპარაკი ავტომატებით დაადნენ და სტოლზე აიყვანეს დაცეკვავს ტიტველა დედამისის თვალწინ როგორ მაიქცეოდა იგა თუნდაც ის ყოფილიყო ქართველი გაიქცა აბა რა ეკნა ღამე მოვიდნენ ბიძა მყავდა დაბლა ცხოვრობდა იმის სწორი თოგზე მააბეს გაი გახჩომდნენ ვინ აკეთებს ეგა არა ქართველი ვინცაც საქართველოს ეზიზღება ეგ ხალხი არა ნეგენი ამ წუთს არიან ეგეთები კიდევ რივოსი გაცო რა ქართველი და ერთად სამუხარდო დამთავრებია მე ოს ქართველი არის რაც იყო მე ჩიტაის ქუჩაზე დავამთავრე იმიტომ არ იყო ზეთი კორპუსები თვითონ ხალხმა შექმნეს ვაკუმი შექმნეს თვითონ ხალხმა აი არქავოსა დაერიმნეს საქონელი ძროხა კამბეჯი მიდი ზოგი მაგინი აღლაც არის გამდიდრებული 76 სოფელი არის ოსებისა გარეკი აი აქედან ბაკურიანამდე ადროდის გამსახურდიას დროს უკვე წასულები იყვნენ გარეკის ხოცავდნენ ვინ არ ხოცავდა აბოდი ვერავინ ისინი იყვნენ გვარდიელები არაფორმალები რა ვინ ჭანდაბა და დუზანა იყვნენ მე რა ხოცავდნენ ხალხს და მაშინ პრეფექტი ერქვა პრეფექტი მოდიოდა და გვეუბნებოდა კიდე აქ ახარ რაც უფრო მალე წახვალთო თქვენთვის უკეთესია რაც უფრო მალე წახვალთო აქედან მე ერთადერთი შემიძლიაო თორედად ამოვწყვეტავიო რომ მანქანით ვეშიანად რა ყველაფრიანად და ყაზბეგამდე ჩაგაცილი აი ესეთ რაღაცებს გვეუბნებოდა დღესაც ტირის იქ რო არის და აქ რო ჩამონდის ვინც კი წავიდა აი 50 წელს გადაცილებული ვინც კი არას უყვედა თითქმის წავიდა 170 სოფელია ჩემ სოფლის აყოლებაზე სუდაც არიელებულია და იცი როგორ გარეკეს აი მარტო ტანსაცმელი რო ეცვა და ეგრე რო წავიდა ზოგი ფეხშუშე აგერ ჩემს უკან მეგობრებო ჩანს სოფელი ფიცესი რომელიც აგრეთვე არის ნაწილობრივ მიტოვებული სულ ცხოვრობს სოფელში 5 ოჯახი ერთ-ერთ სოფლის მაცხოვრებელს გამოველაპარაკეთ და მოგვიყვა თავისი ჭირვარამი გაჭირვება რა სჭირს ძირითადად შუქის პრობლემაა ამას ყველაფერს გაყურებინებთ თბილისში მინდოდა წამოსვლა და საჭიროა იქ უნდა მიმეგვართა 90 წლამდე 1990 წლამდე ვიყავი ზოვეტერინარულ ინსტიტუტში ქირურგიის კათედრაზე საბუთები აქ მაქვს დოცენტამდე ვარ მისული დღეს აგერა დაფები არის გაკეთებული და შუქი არა გვაქვს ხალხი დღევანდელ დღეს რო იმას აშვრებიან ევროპაო და მინიმალური შუქიც რო არა გვაქვს და პურსა პატარი შუქზე რო ჭამ საქონლა იხლა განახეთ ამდენი ცხარი რო გამოუშვა და საღამო ღამე რო მოვდივარ და ჩაი დავლიო პირობები არაფერი არა აბსოლუტურად გამგებელი კი ბატონო რო ვიყვე ისეთი რომ მართლა მწყემსი ვიყვე და არ ვიცოდე რა ხდება და როგორ არა ბიუჯეტიდან რო გამოყოფილი არის თანხა მოდის მოიხდი ისე ვარ განერვებული ზოგცორო სტენი თელი ბიუჯეტის ფულსა და მეორე კიდე ელემენტარულ პირობასაც რო არ უქნი ეგ რაღაც საკუთარი ჯიბის სამბალია მე გუბერნატორთან ვაპირებდი ამ დღეებში ჩასვლას იმიტომ წუხელ ისე სიმწირით მოვედი, ცხარი შევყარე, საქონელი შევყარეთ, რაღაცა და ბატარია დამიჯდა და პურსა როგორ ავჭამდი სიმნელეში
არაფერს არ შოქი მაინც გავიკეთო. მოა, აი ჩაურთე. შეიძლება დაიბარონ ჩვენი გამგე ოქროპირიზე არის გვარათა გიაქვია. აქ ვიყავით 120 კომლი. მაშინ მე 87-88-89-მდე მე ზოვეთში წამიყვანეს ლექციებს ვკითხულობდი ზოვეთში მე. ვიყავით თავი ეტექი იმ ხეობაში. ვიყავით 38 სოფელი. ხოული არის ბოლო კასპის სოფელი. ხოულიდან პირველი სოფელი ესა ფიცესი. რომელიც ამიზევით ვიყავით 38 სოფელი. ფიცესი, საყავრი, დიდთავი, ნათემცემელი, ლული, ახალსოფელი, ნადარვაზები, მერზევითა, ტანი, ჭვარები, საჯიამდე რა 38 სოფელი ვიყავით. დღესდღეობით ადგილობრივი ვარ მარტო მე. ჩალის ფასი არა გვაქვს დღეს. რო ამოდის გამგებელი მარტო ხაჭაპური ვინცაც ხოვს და პირადული მიზნები ვისკენაც მიუძღვის. შეკაიდე მამიშვილო ზოგსა 10 ადგილიდან წყალი მიყავ. მე ჩემი ოფლი და ჩემი იმითა გამოვიყვან ეგ საქონელი როა იქანამდე წყალი. და შუქი მაინც 1 მეტრიან რაღაცა შნურს გადააბავს, გადმოაბავს და იცი რაღაც 1 მეტრო შნური 10 ლარი. მაგრამ სხვას რო 15,000-ს არა უტენი, ის რატო არა იმას რატო არ ახედა?